სასტუმროს ნომრიდან გადმოასხეს ჯერ ღვინო, მერე შარდი და ბოლოს დააფურთხეს სუფრას. კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ქართული ქორწილის სტუმრები რუსულენოვან ტურისტებს ქორწილის ჩაშლაში ადანაშაულებენ, რუსები კი რუსულად საუბრის გამო ფიზიკურ ანგარიშწორებაში. ქორწილის სტუმრების ცნობით ხმაურით შეწუხებულმა რუსებმა სასტუმროს ნომრიდან პროვოკაციის მოწყობა სცადეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ერთ-ერთმა ტურისტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი ქალს სასტუმროს ნომერში ხელს უთქვამს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შვილებისა და ოჯახის წევრების გამოსახულებიანი მაისურებისა და ბანერების გამო მატარებელში, რომელშიც პატიმრების მშობლები იმყოფებოდნენ, პოლიცია მივიდა. აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები გაზეთების დასარიგებლად ბათუმში მიემგზავრებიან. პოლიციის გამოძახების გამო მატარებელმა გასვლა დააგვიანა. რუსეთმა კიევზე ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური დარტყმა მიიტანა. თავდასხმა თითქმის 1 საათი გაგრძელდა. ოკუპანტებმა ბრიანსკის ოლქიდან 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. დაღუპულია 2 და დაშავებულია 10-მდე ადამიანი. სამიზნე კიევის საცხოვრებელი რაიონები იყო. ჩამოინგრა მეტრო ლუკიანოვსკაიას ჭერის ნაწილიც, სადაც ხალხი თავდასხმას აფარებდა თავს. ანექსირებულ ყირიმში 13 ქვესადგური, შავ ზღვაში კი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 4 გემი განადგურდა. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების ცნობით 1 ივლისის შემდეგ დრონება 176 რუსულ გემს დაარტყეს. რუსეთს სამხედრო ხომალდები აღარ ყავს ხმელთაშუა ზღვაშიც. როგორც მონიტორინგის ჯგუფი აცხადებს, 2013 წლის შემდეგ პირველად მოსკოვმა რეგიონში საზღვაო წარმომადგენლობა დაკარგა.